1972 წლის 5 სექტემბერს მიუნხენში ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტებმა მძევლად დაიყვანეს სპორტსმენები ისრაელიდან. Good afternoon. I'm speaking to you live just outside the Olympic Village in Munich, West Germany. At this moment, 8 or 9 athletes of the Israeli team are being held prisoner. These guerrillas are a group called Black September. Commandos have automatic weapons on the hostages. A deal had been made. Now the Israelis have disappeared. Massive security forces. In front of it, the Arabs look like ამ უკანასკნელის ცხედარი პალესტინელებმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, რითაც საკუთარი ზრახვების სერიოზულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იოზეფ რომანო პალესტინელებმა ჯერ უმოწყალოს სცემეს, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოაჭრეს და სისხლისგან დასაცლელად მიაგდეს. მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი იყო. ისრაელის მთავრობამ უარი თქვა ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე და განაცხადა, რომ არც ამჯერად შეცვლიდა პოზიციას. ცეცხლსასროლი იარაღის უწყვეტი ჯერით ორივე ვერტმფრენში ყველა გასროლილი ტყვიით დაიღუპა. დევიდ ბერგერი კი ცოცხლად დაიწვა. მეირმა ტერორისტების ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია დაამტკიცა. ისრაელის პრემიერის ეს დანაპირები კი მოსადმა უპირობოდ შეასრულა. თამაშების მე-12 დღეს მომხდარი სისხლიანი ტერაქტის შედეგად ებრაელები სამშობლოში 11 დახვრეტილი თანამემამულის კუბოთი დაბრუნდნენ.